მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლევან ორაკიძე, დაგიბრუნდით მომდევნო ვიდეოთი. დღეს კოტესთან ერთად გადავიღებთ დაგემოვნებას. ასევე სანამ ვიდეო დაიწყება, არ დალაიქოთ ვიდეო, გამოიწოდოთ არხი და გააქტიუროთ ზარის ღილაკი და ასევე გამოიწოდეთ კოტეს არხი, აღწერაშიც იქნება და აგერაც ამონათება აუცილებლად გადაიდეთ და გამოვაწერეთ. ასევე მოდით დავიწყოთ დაგემოვნება. პირველი პროდუქტი დღეს იქნება. აი ეს ჩიპსი რაღაც. ან გოლის სასაგემოთი შევოდით. რაღაცა იპურია რა. ხლებში თუ რაღაცა. ხლებში ვით არის ხო? ორი დავხადო და ეს ვიდეო დაიდება always-გან რა. ანუ ორივე სახზე და ორივე სახზე ნახეთ და დალაიქეთ. კარი დებილობას ვამიღებ. დასვენეთ. აი ეს გამოიყურება. ახლა თუ გაიგესა და მოდი გავსვიდოთ. კაია. იმიტომ ანუ თუ არის რა სასაგემო მაშინ კაია და ისე. რაღაცნაირი გემოაქვს. უსნაური ზა. ხლებში გემოაქვს, ჩვეულებრივი ხლებში. და რაღაცის გემო დაკრავს კიდე ოღონდ ისე ვერ ხდება ხო? აი ეს რა არის? აი ეს რაღაც გამოიყურება რა. მე მგონი ბეკონით არის, იმიტომ ეს მე მგონი ბეკონია, რაღაც ახატია რა. ბეკონის გემო ვაფშე ვიჩინათა. აზია რა არის. ბეკონის გემო ვაფშე არ აქვს რა. აი ეს გამოიყურება რაღაც ხლებში თუ აგიეს რა ხლებში გოლი რუსულს სიტყვა რა. რაღაც ეს გამოიყურება რა. მოგეთ მეგობრებო, ამ ჩიპს მე დავუწერ 10-დან 6 რა. მე 7. მოდი უკვე გადავიდეთ ჩემს პროდუქტზე. შემდეგი პროდუქტი იქნება ეს ჩიპსტერსის რაღაც ჩიპსი, რაღაცა ძელი ჩიპსია რა. მოდი გავსვათ და ნახოთ. ასევე შეგახსენებთ რომ დალაიქოთ ეს ვიდეო. ამ ვიდეოს მიზანი იყოს მოდი 20 ლაიქი, 20 ლაიქს ევა, გადავიღოთ შემდეგ ვიდეოს ერთად. აგრე? აი ესე გამოიყურება მეგობრებო. აი ეს ძელას. ესეთი გზელია. ეს უთა მოტეხილია და. და მოდი გავსვიდოთ. თან კაია. აია. აი, ეს ამე ფორმა არ მომწონს რა. ძალიან ძელი და ძალიან თხელია. პირველი ის მომეწონა თხელია. ეკაია ალბათ იკვიჩება და აი როგორც ჩიპსი გიჭამია ჩვეულებრივად ბეკონის და მწვადის. აი ხო ზუსტად ეგეთი გემო ჩვეულებრივად. მწვადის გემო აქვს რა. ჩვეულებრივი ჩიპსი აღონ გზელი რა. აი მე რის გემოს მადლებს. დოში რა კემიგო ხო იცი? ხო, რაღაც პონში მაგის გემო. ხო, რაღაც გემო აქვს რა ის. ანუ მე ამას დაუჭარი 10-დან 800 რა მომეწონა საკმაოდ. მე 7. მოდი გადავიდეთ შემდგომ. შემდეგი პროდუქტი იქნება ესეთი დორიტოსის რაღაცებია. მაკარონის ფორმა აქვს რა. რაღაცა მოდი წვანე გავშინჯოთ. ეს ძალიან ცხარია, აი ძალიან ცხარი. ეს თუჩთან 4 კუთხედები როა რა. ანუ ეს ერთხელ გავშინჯე. ოღონდ წვანე თუ ყვითელი გავშინჯე მოკლედ, აღარ დაცვის. თქო წვანე გავშინჯე. და ანუ ძალიან კაი იყო რა. იგივე გემო აქვს, უბრალოდ არის მაკარონის ფორმა. ესე გამოიყურება. აი ესე გამოიყურება, აქ ხა ორი ბიჭი გავს და მაკარონის ფორმა აქვს რაღაც და ნახოთ როგორი ემოქია. ანუ ზუსტად იგივე გემო აქვს, ზუსტად იგივე. ზუსტად იგივე გემო აქვს და დორიტოს და დორიტოს ყველაზე იგივეა უბრალოდ სხვა ფორმით რა. გემოზე იგივეა დორიტოს გასიჯულები იქნება, მაგრამ იმის გამო ძალიან პატარაა, ამხელებია. მაგის გამო გემო კარგად აიზრდება, ჩემთვის ცოტა არაფრის გემო არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან პატარებია და კარგად აიზრდება რა გემო. ხო. თუ გინდა რომ გემო ის აი ბევრი ერთად მათ ჩაიდო რა. ხო რა. და ძალიან ცოტა ყრია და გოინ თუ არ ვშტები, ანუ ფასით ცოტა ზუსტი რა ხა ამისთვის 4 ლარი და თუ არ ვშტები თუ რაღაცე რა. და ისე რა. მე დავუწერ ამას 10-დან 6. ბევრს ერთად ჩაიდებ გემრიელი რა, ასე რომ დავუწერ 10-დან 7 რა. მე 6 დახევარს რა. მოდი ახლა ეს წელი. ეს წელი როგორც ვიცი, ანუ უფრო კაი იქნება, იმიტომ რომ ძალიან ცხარია და ფორმა ზუსტად ანალოგიურია როგორც წინა. იგივე ფორმებია. და ავსჯოთ. ჩვეულებრივი დორიტოს სუნი აქვს. ძალიან ცხარია. ძალიან ცხარია. ცხარი არის, საკაიფო ცხარია, მაგრამ ეგეთი ძალიან ცხარი არაა. ბიჭო, ანუ ესეთი პატარა მე ვთქვით რომ გემო აგზობა ამაში ძალიან პატარა ძალიან ჯვარა. აი გემოზე მეტად, აი გემრიელზე მეტად იგზნობა სიცხარე რა. მაგრამ ჩემედით წვანი ჯობია. სიცხარე რა, ხო ჩემედით დაძვება წვანი და მე ამას დავუწერ 10-დან 5 რა არ მომეწონა. მე 10-დან 5 მეც. მოდი გადავიდეთ ახლა შემდეგ. გამარჯობა, ისევ დაგიბრუნდით და შემდეგი პროდუქტი არის ესეთი თხილი
თხილია რაღაც თხილია რა, მიწის თხილია რა და master crunch აწერია და მოდი გავსვიოთ და გარედან აქვს რაღაც ისეთი გარში რომ ანუ წესი კარგი იქნება რა. შეფუტა საინტერესოა. შეფუტა საინტერესო ჩანს. აჯაბა, აგოირე. ესეთია ხო? რაღაცა კარტოფილის ფორმა. ხო, კარტოფილის ზარი. ესეთია. და მოდი გავსვიოთ. სუნი აქვს პილპილის. აი ეს როგორ პილპილის ხინკას მოაყრით. არიყიდო ჩიფიკაი. აუ, აცუდია ჩემ. ამას უწერ 10-დან 2-ს. იცი ასე გაგვაქვს? 1-ზე. აი ხინკასო პილპილს აყრით, ხო იცი? ვაი, ბოდიში მეგობრებო გადაბრუნდა კამერა. მოკლედ ის როგორი გემოაქვს? აი ხინკასო პილპილს აყრით, ხო იცი როგორიც არის შავი წისაკა, გამხმარი. აი ეგრო ბევრი ჩაიყარო, პრინციპი ზუსტად ეგეთი გემოაქვს რა, შენ რას ფიქრობ? ხო, აი რაღაც ეგეთი გემოაქვს, ან პილპილის გემოაქვს რა ძისა და არ მომეწონა უწერ 10-დან 1-ს. მე დავუწერ 10-დან 2, კიდე ხა გავიმეორებ ამას და მოდი გადავიდე უკვე შემდეგ პროდუქტში. შემდეგი პროდუქტია მეგობრებო, ესეთი brain blasteris შილესავით არის მეგობრებო. რაღაც შილესავით სითხე ჩანს რა და მოდი დავაგებულოთ. მოდი ჩამოვასხოთ ჭიქებში. ჭიქებში ვაფშე ვერ ჩამოვასხოთ ე. აფიხსნებ. ოთუთი მეგობრებო, მოდი გავსინჯოთ რა. არ პოტა როგორ ჩვენებიათ კონდეს ჩამოვასხოთ. ესეთი ყვითელი რაღაცაა რა. თაფლი რო გაყინო დაახლოებით ეგეთი ფონტია და მოდი აბა გავსინჯოთ. მარწყვი გემოვიდა? რა მჟავია. შავია? სამჟავია მეგობრებო. და ესეთი რაღაც მოყვება, რომ არ ბოლში მორჩა, მე ესე ამოწევ და გადმოვა რა. აბა გასინჯე შენზე. ასე თქვით როგორია? სამჟავია. ამ სამჟავია რა, მაგრამ სამჟავია რა, მაგრამ მჟავია რა. სამჟავია რა, მაგრამ მჟავია რა. აი მეგობრებო, მოდი გადავიდეთ შემდეგ პროდუქტზე. და ამას ქულები. მე ამას დავუწევდი 10-დან 6 რა, არ მომეწონა რა. მე ხო მეც 6. აი მოდი უკვე გადავიდეთ. მოკლედ მეგობრებო, შემდეგი რაღაც იქნება ესეთი რაღაც. ოფიტა არის როგორც რაღაცა თანამედროვე ტოფიტა რა. და მოდი ხა გავხსნა და გავსინჯოთ. გავხსნა. ასევე არ დაგავიწყოთ რომ დალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწვიოთ არხი. აი ესეთი რაღაცაა, მოგწელია. რაღაცა მაგონებს. ასეთი გზელია. სულ საკმაოდ კარგია და მოდი ხა აუყო და გავსინჯოთ ამაზე. ვიშაშა, კებია ვიშე. ძალიან მაგარია. დასახელად. მაგარია. და სამჟავია. ამჟავია. მე არა. კევია, კი. კევია? მეგობრებო, საერთოდ კომენტარებში ეს არის თვით. კევი ყოფილა მეგობრებო. აგვერია ჩვენ გვაყალეთ. კევია. რა საკმაოდ კაი კევია. კევია. მჟავია, მაგრამ აწვევს რა. მალევე გაზის გემო. ამას უწერ 10-დან 9-ს რა დამევას. მე 8-ს. რა ის ერთი იმიტომ დავაკეთო თავი და ყოფილა ზამჟავია და მყარია. მოდი გადავიდეთ დღეისთვის საბოლოო პროდუქტზე. ხო, შემდეგი პროდუქტი იქნება მოხიტო. რომელიც ჩვენ უკვე გავხსენით. შეფუტა ესეთია. ესე გამოიყვება შიგნიდან რა. წიკაში ესე გამოიყურება. ყვითელია. სული ძალიან ცუდი აქვს და მოდი გავსვით გემოზე როგორ იქნება. სული აქვს ალკოჰოლის, მაგრამ ალკოჰოლის გარში არის. პიტინის გემი მაქვს. პიტნის სული აქვს, ბაზარი არა. ანუ პიტნის სული აქვს რა. მოიცადე. მოგელა შევათხოვოთ რა. ASMR მეგობრებო, ახალი კონტენტი დაგვემარა. შევათხოვოთ ამაზე რა. საკმაოდ გემრიელია. კაი, აღონ ძალიან ტკბილია ჩემთვის რა. ჩემთვის არის ზედმეტად ტკბილია. და ამას დავუწერ მე 10-დან 7-ს რა. ესე გამოიყურება რა მოკლედ. ამას დავუწერ 10-დან 7-ს, რას დავუწერდი? მე დავუწერდი 10-დან 8-ს, იმიტომ რომ ანუ ტკბილია რა და მაგიტომ მოვაკლებდი ქულას. და კიდე ანუ ცალკეულია, სამჟავია და რაღაც ანუ არეულია რა გემოები და მაგიტომ დავაკელი 2 ქულა რა. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო ჩვენი
მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივახლოვდა. არ დაგავიწყეთ დალაიქოთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გააქტიუროთ ზღვის ლაიკი. ასევე გამოიწერეთ კოტეს არხი, აგერ ამონაცლება. ეხა ეს ვიდეო დაიდება კოტეს არხსაც და უცებად გადავდით და იქიდან უყურეთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace.